ჯერ ვაქცინის ირგვლივ გაერთიანდა ევროკავშირი, მერე ბუნებრივია აირის. ახლა კი ბრიუსელი თავდაცვის აღჭურვილობის ერთიანად შესყიდვას აპირებს ევრობლოკისთვის. თავდაცვის ირგვლივ შექმნილი საგანგებო მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდა. ამერიკის მიერ ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციების სავარაუდო კლების პერსპექტივამ განაპირობა. საჭირო ფინანსები რომ დააგროვოს, ევროკავშირმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტი შექმნა, ეგრეთ წოდებული სეიფი. სეიფის ბიუჯეტი 150 მილიარდი ევრო იქნება, რომელსაც ევროკავშირი ფინანსურ ბაზრებზე ისესხებს. ეს ინსტრუმენტი ერთ-ერთი მდგენელია სამოქმედო გეგმისა, სახელწოდებით მზადყოფნა 2030, რომელიც 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად, რათა ეს თანხა თავდაცვაში დააბანდოს 10 წლეულის ბოლომდე. ამ გეგმის მიზანია, რომ გაზარდოს საწარმო პოტენციალი შემდეგი მიმართულებებით: საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვა, არტილერიის სისტემები, რაკეტები და საბრძოლო მასალა, დრონების და დრონების საწინააღმდეგო სისტემების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან თითოეული შეძლებს სესხის აღებას ამ ფონდიდან და თანამშრომლობის დამყარებას სხვა წევრ ქვეყნებთან. ახლა კი მოდი გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ევროპელები თავდაცვაში მეტი ინვესტიციის ჩადების საკითხზე. ყველა ქვეყანას სჭირდება თავდაცვის განვითარება მინიმალურ დონეზე მაინც, მათ შორის შეიარაღებაც, მაგრამ თუ ამ ყველაფრის მიზანი კიდევ ერთი გამალებული შეიარაღებაა, არ ვარ ამის მომხრე. მე ნამდვილად ვემხრობი ერთიანი ევროპული თავდაცვის მცდელობას, თუმცა საკუთარი ბიუჯეტი შეიძლება რომ დავუტოვოთ სახელმწიფოს და გარდა ამისა არ მგონია ამისთვის სესხის აღება იყოს საჭირო. მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან მაინც მჯერა რომ გაცილებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გვაქვს სასწრაფოდ მოსაგვარებელი როგორც იტალიაში, ისე ევროპაში. მე ვეთანხმები, რადგან უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თანაც საფრთხე უკვე კარს მოგვადგა. ევრონიუსის თავდაცვის საკითხების რეპორტიორი ელის ტაიდი აშუქებდა ამ რეგულაციას. როგორია მდგომარეობა სამხედრო პროდუქციის წარმოების კუთხით ევროკავშირში და რა როლი უნდა შეასრულოს ამ ფონდმა? რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა და ევროკავშირის დაპირებამ ხარი დაუჭიროს. კიევს გამოაშკარავა, თუ რამდენად დამოკიდებულია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა სხვებზე და რა ნაკლი აქვს მას, თუ როგორც სუდად მომზადებული აღმოჩნდებოდით, ჩვეულებრივ ომში რომ ჩართულიყავით. სეიფის ინსტრუმენტი ევროპული იარაღის წარმოების დაჩქარებას ემსახურება, რადგან მისი საშუალებით წევრი ქვეყნები შეიარაღება სტრატეგიულად და ერთად შეიძენენ, რათა სამხედრო ინდუსტრია ნაკლებად იყოს დაქუცმაცებული და უფრო სწრაფად აწარმოოს იარაღი, ხოლო ჩვენი არმია უფრო გაძლიერდეს და თანამშრომლობაზე იყოს დაფუძნებული. რომელი ქვეყნები იჩენენ ინტერესს ამ ფონდის მიმართ და რამდენად ერგება იგი ფისკალური დეფიციტის ზღვრებს, რომლებსაც სტაბილურობისა და ზრდის პაქტი ადგენს? ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელთა საკრედიტო რეიტინგიც ევროკომისიის რეიტინგზე დაბალია, შესაძლოა დაინტერესდეს სეიფით. ეს ეხება ლატვიას მაგალითად, რომელმაც უკვე გამოთქვა ამ ფინანსური ინსტრუმენტის რესურსის გამოყენების სურვილი. ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით თითოეული წევრი ქვეყნის ფისკალური დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს. თუმცა ეს რეგულაცია წელიწადში 1.5%-ით გადაჭარბებას დასაშვებად მიიჩნევს. თუ კი ეს 1.5% თავდაცვაზე დაიხარჯება, წევრი ქვეყნების ნახევარმა უკვე მოითხოვა ევროკომისიაში ამ მაჩვენებლის გააქტიურება. როგორც წესი, ამ რეგულაციებს ადგენენ ევროკავშირის საბჭო, რომელიც წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენს და ევროპარლამენტი. ამჯერად რატომ არ ჩართეს პროცესში ევროპარლამენტარები და რა რეაქცია ჰქონდათ მათ ამაზე? ევროკომისიამ გადაწყვიტა გაეუქმებინა შეთანხმების 122 მუხლი. ამ მუხლის გაუქმება მხოლოდ უკიდურესად რთული საგანგებო ვითარების დროს არის შესაძლებელი, როდესაც აუცილებელია რაიმეს შეძენა, ან თუ წევრ ქვეყანას სერიოზული საფრთხე ემუქრება, რომელიც გამოწვეულია სტიქიური უბედურებით, ან როდესაც მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს არ არის სწორი სტრატეგია და ამ კანონის შესატყვისის საკანონმდებლო ბაზა. ამიტომ მათი რეკომენდაციით რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა თავის კოლეგას ევროკომისიაში ურსულა ფონ დერ ლაიენს მისწერა, რომ უჩივლებდა სასამართლოში თუ კი არ შეცვლიდნენ მიდგომას. სესხის აღება რომ შეძლონ, მთავრობებმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. სამხედრო ტექნიკის თითოეული ერთეულის ღირებულების 65% უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთში, ასევე უკრაინაში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში, ისლანდიაში, ლიხტენშტაინსა და ნორვეგიაში. დანარჩენი 35% შესაძლებელია შემოიტანონ მსოფლიოს ნებისმიერი მესამე ტიპის ქვეყნიდან. რაც შეეხება საერთო სახელმწიფო შესყიდვებს, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს.
ჩვენი სტუმარია გერმანელი ევროპარლამენტარი მარია აგნეს შტრაკ-ციმერმანი, ევროპული განახლებიდან. იგი ხელმძღვანელობს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტს. ფინანსური ინსტრუმენტი SEIFI ეფუძნება მთავრობების მიერ მეტი სესხის აღებას, რომელსაც შემდეგი 45 წლის განმავლობაში გაისტუმრებენ. რამდენად გამართლებულია ეს და გარდა ამისა, რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ევროპული იარაღის წარმოებას. ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს იშოვონ ფული სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად, მხოლოდ ტანკებსა და რაკეტებს არ გულისხმობს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ტექნიკასაც, რომელიც ჰიბრიდულად კიბერ ომში გამოდგება. ასე რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მგონია, ეს ძალიან კარგი ნიშანია. ვნახავთ რა მოხდება შემდეგ. So it's a beginning, and I think it's a very good sign. And what happens afterwards, we will see. ჩვენ მაინც დავრჩებით დამოკიდებული იმპორტზე ან სხვა ქვეყნებთან პარტნიორობაზე. იქნება ეს ნორვეგია, იაპონია თუ სამხრეთი კორეა. რამდენად არის ეს გარდაქმნის გზა? I wouldn't say first Europe. არ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე წინ ევროპა უნდა იდგეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გაესაუბროთ ჩემს კოლეგებს ყველა ქვეყნიდან. სამხედრო აღჭურვილობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ არის, მას ორმაგი დანიშნულება აქვს. ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც და ასევე სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკის განვითარებასაც. ასე რომ დიახ, მხარი უნდა დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ ევროპას. So yes, we have to support and we have to boost Europe. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ფარგლებში შენატანის გაზრდას ითხოვს, რაც ძალიან გაუჭირდება ალიანსის ზოგიერთ წევრს. ახლა ევროკავშირი ამ პროგრამას იწყებს, შეაიარაღე ევროპა 2030. რამდენად საკმარისი იქნება ეს პროგრამა იმისთვის, რომ შეძლოს ამერიკის დარწმუნება, რათა მან განაგრძოს ევროპის თავდაცვის მხარდაჭერა. And this is China. სცენაზე მხოლოდ ერთი დიდი მოთამაშე დგას, ეს ჩინეთია. ჩინეთი გვაკვირდება, იგი შემოგხედავს და გამოიტანს დასკვნას. მხოლოდ საუბრობენ ისინი თავისუფლებასა და მშვიდობაზე, თუ მართლა მზად არიან დაიცვან საკუთარი თავისუფლება და მშვიდობა. თუ უკრაინა წააგებს ამ ომს, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მეტის გადახდას და გაკეთებას, მაშინ ჩინეთი მარტივად იტყვის. კარგი რა, ისინი ლაპარაკის მეც არაფერს აკეთებენ. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ მთელ მსოფლიოსთან უნდა ვითანამშრომლოთ და არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებთან. მე მჯერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი გააცნობიერებს თუ რის გაკეთებას ვიწყებთ ახლა. Well realized what we are now starting to do. ამ ფინანსური ინსტრუმენტის გარდა ევროკავშირი სხვა საშუალებებითაც გეგმავს ფულის მოზიდვას. ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ გამოიყენონ რეგიონული განვითარების ფონდებით ამ მიზნით. ევროპის საინვესტიციო ბანკით შეეცდება კერძო კაპიტალის მობილიზებას პირველად თავის ისტორიაში სამხედრო სფეროსთვის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, რამდენად შეძლებს ევროკავშირი ფინანსური რესურსის მოგროვებას, რათა უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს.